მანამდე კი 4 ოქტომბრის საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე განაჩენი შესაძლოა დღესვე გამოცხადდეს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი ბრალდებულების საბოლოო სიტყვას ისმენს. 14 პირიანი საქმის ეპიზოდზე 6-თან საპროცესო შეთანხმება უკვე გაფორმდა, დანარჩენები კი ბრალს არ აღიარებენ. განაჩენი 8 პირზე გამოცხადდება. ესენი არიან ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე. ქეთი ნადიბაიძე ესწრება დღევანდელ სასამართლო პროცესს, სწორედ ის მოგვიყვება პირდაპირ ეთერში თუ რა ხდება ამ პროცესზე და რას ამბობენ ბრალდებულების საბოლოო სიტყვაში. ამას ხტობა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა განაჩენის გამოცხადების გარეშე. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ხტომა გადადო და ამის მიზეზი გახდა ის, რომ დღევანდელ ხტომაზე ბუნდოვანი მიზეზების გამო არ გამოიძახეს ერთ-ერთი ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე. ქონდა მოლოდინი თავად ბრალდებულსაც, როგორც ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა განგვიცხადა, რომ დღევანდელ ხტომაზე უნდა მოსულიყო, გაეკეთებინა განცხადება, ესარგებლა საბოლოო სიტყვის უფლებით, თუმცა ის ხტომაზე არ გამოიძახეს და მის გარეშე ჩაიარა დღევანდელმა ხტომამ, მხოლოდ სხვა ბრალდებულებმა მიმართეს საბოლოო სიტყვით სასამართლოს და შემდეგ ხტომაზე უკვე როგორც ითქვა რომეო ტყეშელაშვილისგან, ზურაბ ჭავჭანიძის საბოლოო სიტყვას მოისმენს და გამოცხადება უკვე ვერდიქტი, ეს იქნება მომავალ ორშაბათს, ეს არის შემდეგი ხტომის თარიღი, რომელიც დიდი ალბათობით უკვე საბოლოო იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოიყვანეს დღევანდელ ხტომაზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე, ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა გამიზნულად ჭიანურდებოდეს განაჩენის გამოცხადება მოსამართლეების მხრიდან, რადგან პოლიტიკური ვერდიქტი უკვე მიღებულია და ახლა მოსამართლეები ერიდებიან, რომ პირველებმა გამოაცხადონ და ამ შემთხვევაში საუბარია რომეო ტყეშელაშვილზე ვერდიქტი ამ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ 4 ოქტომბრის საქმის იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც პროკურატურასთან არ გააფორმეს საპროცესო შეთანხმება, ახლა სწორედ საბოლოო განაჩენის მოლოდინში არიან, მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის მუხლების გამო და დღევანდელ ხტომაზე, როგორც გითხარით, ბრალდებულებმა, 7 ბრალდებულმა ისარგებლა საბოლოო სიტყვით. 11 მათგანი დანაშაულს არ აღიარებს, ილაპარაკეს იმის შესახებ, თუ რატომ არ მოაწერეს ხელი საპროცესო შეთანხმებას და რატომ არ მიმართეს გარიგების გაფორმებისთვის პროკურატურას. მათთვის მიუღებელია, რომ აღიარონ ის, რაც არ ჩაუდენიათ და შესაბამისად მზად არიან მოისმინონ მათი აზრით უკვე წინასწარ მიღებული პოლიტიკური განაჩენი უახლეს მომავალში. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ფრაგმენტები მათი საბოლოო სიტყვებიდან. Participăm prokuratorul da participăm მოსამართლე. Prezident Bosco, უფრამაშები, არჩევნები არის გაყალბებული. ესწავლება არის უზურპირებული. მიტაცებულია ყველა ისინი. ჩვენი სვავდა მოგიყვება ევროპის ირიგი, ბრიტანეთის, რუსეთის. ვაგნერი და ვანძრაუს. ევროპელებს ვაგნერდა, ვაგნერებს რუსებს. მუშაობდი ასე ცხოვრობ და მარტო ეკლესიაში გამაკავს. როცა მუშაობდი მაშინ დავემარებინე მოგზაური გამოგიხვაზე არ რაღაცა მოგიდოდი და მოგახსენებ. მაგრამ გამოძიება მოიცა სულიად არათანმიმდევრობა. სიკოდა მე ვიყავი ტერორისტი, სიკოდა მე ვიყავი ქვეყნის დამცველი, ჩემი ემოციური ფონი ძალიან მაღალი. მივედი ხოლმესა სამი სამ სამზე ხოლმე გადაიჭრა. ხოლმე საერთოდ მე ვიყავი სულიად ხელში შედი. შეიძლება არ საერთოდ არ გქონდა და არ ძალაფერი. მე არა ვარ დამნაშავე. არ საერთოდ დამნაშავე არის ეს თავი. დამნაშავე არის პროკურატურა. საქართველოში ადამიანების უფლებები არის შეხვედრა დაგებული. ვირთვით თავისუფლებისთვის და ვიბოვებიესათვის. მე ვაჭრე საქართველოს მოსამართლე. იმას
მონაწილეობას არ არის საფრანგეთის შეჩერდება. აქ უნდა განსხვავებული შემთხვევაში ყოფილი მომიგიერი დავით სასამართლო დარბაზში ვერ დავინახავთ პროკურორის მიერ წარდგენილ ვერ დავინახავთ წარდგენილ გრაფს კავშირის უდანაშაულს. მე არ სიგის მეშინია. მას პირველია მე ამის ზარი ჩემთვის არის. ჩემთვის შეუძლია ყოფილია რომ ვიღაცა მითხრას რომ ვიღაცა დაძახა კიდე რაღაც თუნდაც დიდი მაგისტრა ბატონ უჯულაძეს ფერფერანო ასაკობა ამის სიმღერი მაგრამ ამას სულიდა წარმიცნო რეალურად. აი ამ ძარი ისაც დაჭერია ამ ხალხსაც წარმიცნო. ერთი ვიდეო არასწორია. ორგანიზებას მედავია თუნდაც ამათაც საერთოდ ვიდეოში იყო მოყოლებული. ერთი ვიდეო არასწორია. სულიდანასაც ისური ვამდე ვიდე რატოა ზივა და ვეზე სამართალს ზუსტად სამწუხარო ზარიო თქვენი ზარი შესაძლოა. არამისი არ არის მხოლოდ ეფიკაციის არის სასამართლო. ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მშვიდობიანი სიგიული, პრინციპული, უკან არ გახდები. ჩვენ გამარჯვება ძალიან მალე ვიზრდები. ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ განაჩენის გამოცხადება ჭიანურდებოდეს პოლიტიკური მოტივით, რადგან სანამ საბოლოო ვერდიქტი არ იქნება გამოცხადებული, მანამდე ამ საქმის ბრალდებულებს ექნება შესაძლებლობა, რომ მიმართონ პროკურატურას და მოითხოვონ საპროცესო გარიგება. დღეს საქმის პროკურორსაც ვკითხეთ ამასთან დაკავშირებით და მან დაგვიდასტურა ის, რომ სანამ საბოლოო განაჩენი გამოცხადებული არ არის, 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებს შეუძლიათ მიმართონ პროკურატურას, თუნდაც საბოლოო სიტყვების ეტაპზე და პროკურატურა მათ განაცხადს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით განიხილავს. მომართვის შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება საპროცესო შეთანხმების განხილვა. არც ერთ ბრალდების მხარე არ სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას, თუ ისინი მომართავენ ბრალდების მხარეს, მომართვის შემთხვევაში ხდება განხილვა. ზურაბ ჭავჭანიძის შემთხვევაში, როგორც პროცესზე განაცხადეს მისმა ადვოკატებთან არ აფიქსირებს პოზიციას და მას პოზიციის დაფიქსირება სურს სასამართლო პროცესზე. მომართული არ აქვს, ხო? მომართული არ აქვს. თუ კი მოგმართავთ, დიახ. თუ კი ეს რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბრალდებული რას განაცხადებს ამასთან დაკავშირებით მე ვერ გეტყვით, მაგრამ თუ მოგმართავს მომართვის შემთხვევაში ბრალდების მხარე განიხილავს საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა. ჩვენ ვთქვით, რომ საპროცესო შეთანხმების პირობები გავაცანით, მას არ ქონდა გამოხატული პოზიცია და თავად უნდა დაეფიქსირებინა დღეს სასამართლოზე, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ზურაბ ჭავჭანიძე არ იქნა მოწვეული სასამართლოს სხდომას და ვერ შეძლო პოზიციის დაფიქსირება. მისი სურვილი იყო, რომ სხდომაზე გამოცხადებულიყო და მას ქონდა მოლოდინი კიდევაც, ვინაიდან წინა სასამართლოს სხდომაზე თავად მოსამართლემ განმარტა, რომ საბოლოო სიტყვის სარგებლობის უფლებას მისცემდა და დღეს როგორც მოგეხსენებათ უკვე გადასული ვიყავით საბოლოო სიტყვის ეტაპზე და მოლოდინი ქონდა რომ წარმოდგენილი იქნებოდა, თუმცა სასამართლოს მიერ არ იქნა გამოძახებული. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულები და ნაწილმა უკვე პროკურატურას მიმართა, გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, დატოვეს კიდევაც საპატიმრო ნახა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ ეს რომ სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ისინი კი ვინც უარზე არიან რომ აღიარონ მათთვის წარდგენილი ბრალი ახლა არიან მძიმე განაჩენების მოლოდინში, რადგან დარწმუნებულები არიან რომ ეს ვერდიქტი უკვე წინასწარ გამოტანილია და მათ გაასამართლებენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ასევე ორგანიზების მუხლიც აქვს რამდენიმე მათგანს და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მათი განცხადებით საკმარის მტკიცებულებები თუნდაც თითოეული ბრალდებულთან მიმართებაში არ არსებობს, ზოგიერთი შემთხვევაში სულ რამდენიმე წამიანი კადრი არსებობს, ისინი აცხადებენ, რომ ამას ყურადღებას სასამართლო არ მიაქცევს და ეს იქნება პოლიტიკური განაჩენი, რომელიც უახლეს მომავალში გამოცხადდება. ჩანაფიქრი რომ იყოს ისეთი, რომ აჭიანურებდეს სასამართლო ან პროკურატურა ვერდიქტის გამოცხადებას, ეს დიდხანს მაინც ვერ გაიწელება, რადგან 8 თვეა მეტი რაც ციხეში სხედან 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულები და 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ სასამართლო უკვე ვალდებული იქნება, რომ ბრალდებულები წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს, ამიტომ ისინი უახლეს დღეებში უკვე განაჩენს ელოდებიან.